2000-იანების მეორე ნახევარი. მსოფლიო დატვირთულია სხვადასხვა მოვლენები, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური დაძაბულობები, მაგრამ ოჯახური გართობის ინდუსტრიისთვის ეს ოქროს ხანაა. მე-6 თაობის კონსოლების ეპოქა სრულდება. PlayStation 2, Xbox, Nintendo GameCube, Sega Dreamcast ბოლო წუთებს ითვლიან და არავინ იცის, რომ ძალიან მალე Microsoft-ის და Sony-ის მომხმარებლებს შორის დაიწყება ეგრეთ წოდებული კონსოლური ომები. დღეისთვის ყველაზე პოპულარული თამაშები მაშინ გამოვიდა, ახალი სახელები ინდუსტრიაში მაშინ გაჟღერდა და ჩემთვის და ზოგადად მოთამაშეებისთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებები სწორედ იმ დროს უკავშირდება. საქართველოს გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო ამ ყველაფერმა შემიძლია ვთქვა ვიდეო თამაშების რენესანსმა გვერდი აუარა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მოდი შევხედოთ, მოდი დავაკვირდით რა ხდებოდა იქეთ ოკეანიის მიღმა, როგორ ერთობოდა იქაური ბურჟუაზია და რა იყო დაპირისპირების მიზეზი და ბოლოს გავცეთ პასუხ კითხვას, ვინ გაიმარჯვა? ეს რეტრო დილეტანტის არხია, რუბრიკი ტექნოსტალგია. მოთავსვის კომფორტულად და დავიწყეთ. 2006 წლის 11 ნოემბერი. ერთწლიანი გადატანის შემდეგ იაპონიის მაღაზიებში გაყიდვაში გამოდის PlayStation 3. რევოლუციური პროცესორით, სახელით Cell, IBM-ის, Toshiba-ს და Sony-ის კოლაბორაციის შედეგი. Cell ყველა ოჯახში ამბობდა IBM-ი, რითაც სურდა მიკროელექტრონიკის ბაზარზე დაბრუნება. იქ, საიდანაც Sony-მ გამოაგდო 10 წლეულით ადრე. პირდაპირ გეტყვით, ტრიუმფალური დაბრუნება არ გამოუვიდათ. მაგრამ რაღაც დოზით IBM-მა ეს შეძლო. მაგალითად, NASA-მ შეიძინა 1760 ერთეული PlayStation 3 და მას იყენებდა რთული გამოთვლებისთვის, რადგან PlayStation 3-ის პროცესორის სიმძლავრე და Linux-ის მხარდაჭერა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. სამწუხაროდ, რომელიღაც შემდგომი სისტემური განახლებისას Linux-ის მხარდაჭერა ამოჭრეს. წარმოიდგინეთ NASA-ს დირექტორის სახე ამ დროს. Cell-ს უნდა გაენადგურებინა კონკურენტები თავისი რევოლუციურობით. მის შესაძლებლობის იხვების დემო ვიდეოთი აჩვენებდნენ, რომელსაც PlayStation 3 რეალურ დროში ამუშავებდა. თუმცა ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ PlayStation 3 არათუ ჩაბნის კონკურენტებს, არამედ რიგ შემთხვევაში ჩამორჩება კიდევაც მათ და მთელი ეს სიმძლავრე მხოლოდ ფურცელზე რჩება. Gabe Newell, Valve-ის დირექტორი, ამბობდა, PlayStation 3 კატასტროფაა, Sony მის უნდა გააუქმოს და თავიდან დაიწყოს წარმოება. განსაკუთრებით მტკივნეული იყო მულტიპლატფორმა, ანუ თამაშები, რომლებიც გამოდიან ყველა ან უმრავლეს მოწყობილობაზე. დიდი ნაწილი უკეთესად მუშაობდა Xbox-ზე, უკეთესი დეტალიზაციით და უფრო სტაბილური კადრული სიხშირით. ამის ნათელი მაგალითი GTA 5-ია, რომელშიც ბალახიც კი არ იყო PlayStation 3-ზე, რადგან რევოლუციური პროცესორი ვერ უკლავდებოდა პოლიგონების ასეთ რაოდენობას. თუმცა კონსოლი საკმაოდ მაღალ ფასად იყიდებოდა. $500 20 გიგაბაიტიანი და $600 60 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის. და ეს 2007 წლისთვის. რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს იქნებოდა $755, ანუ 2030 ლარი 20 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის და $910, ან 2160 ლარი 60 გიგაბაიტიანი ვერსიისთვის. შეგახსენებთ, PlayStation 5-ის საწყისი ფასი $500 იყო. როდესაც კენ კუტარაგეს, PlayStation-ის მამას, ჟურნალისტები ეკითხებოდნენ PlayStation-ის მაღალი ფასის შესახებ, ის, რა თქმა უნდა, ხიმილით, მაგრამ მაინც პასუხობდა, რომ ციტატა, ძვირია და სავარაუდოდ მოგიწევთ მეორე სამუშაოს ფშოვნა. მსგავსი განცხადებების შემდეგ და ცუდი საწყისი გაყიდვების ფონზე, ის მალე დატოვეს თანამდებობას. რაღაც მომენტში უხდები რისი გაკეთებაც სურდა. PlayStation 3 უნდა ყოფილიყო მულტიპლატფორმური კომბაინი, სადაც გაერთიანებული იქნებოდა თამაშები, ტელევიზია, Linux-ი, ანუ პროგრამირების პოტენციალი, ინტერნეტ ბრაუზერი, Blu-ray დისკების წამკითხველი. არ დაგავიწყდით, რომ PlayStation 2-ს ხალხი ყიდულობდა როგორც იაფასიან Blu-ray დისკების წამკითხველს. ეს უნდა ყოფილიყო ოჯახური გართობის ცენტრი. პირველ რევიზიებს შეეძლო წაეკითხათ PlayStation 1-ის და 2-ის დისკები, რადგან მასზე ჩიპი დედაპლატაზე იყო. შემდეგ, რა თქმა უნდა, ამოჭრეს. ეს ყველაფერი იაფი ვერ იქნებოდა. და არც იყო. კონსოლი საკმაოდ კარგად იყო აწყებული. ზომიერად მასიური, პრემიალური მასალები, PlayStation 1-ის და 2-ის ჩიპები დედაპლატაზე. ყველაფერი კარგად იყო. ერთი დეტალის გარდა, თერმოპასტა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს დეტალზე გადაწყვიტეს ეკონომიის გაკეთება. აგიხსნით, რაში იყო პრობლემა. პროცესორი, რომელიც რთული გამოთვლებით არის დაკავებული, ძლიერ ხურდება. მას სჭირდება გაგრილება, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ ჰაერი განდევნოთ პირდაპირ კულერის მასზე დაყენებით. თქვენ გჭირდებათ გამტარი, ეგრეთ წოდებული თერმოპასტა. პროცესორზე
წასმულია თერმოპასტა. მის სითბოს იწვევს და გადასცემს მილს. სპილენძის მილს, რომელიც მასზეა დადებული. სპილენძის მილი რადიატორებს, ხოლო რადიატორებიდან უკვე კულერი განდევნის ცხელ ჰაერს გარეთ. ეს არის გაგრილების სტანდარტული კლასიკური მეთოდი. სუსტი საწყისი გაყიდვების ფონზე Sony მალე გამოუშვა PlayStation Slim, ნაკლებად რევოლუციური და იაფი ვერსია, შიგ თავსის და მასალის ხრევ. ამოჭრეს PlayStation პირველის და ორი ჩიპები, შესაბამისად მათი დისკების წაკითხვის შესაძლებლობა, შეცვალეს Blu-ray დისკების სამკითხველი უფრო იაფასიანით. ერთი სიტყვით შეეცადნენ მაქსიმალურად გაეფებინათ. ერთი სიტყვით შეეცადეს მაქსიმალურად გაიეფებინათ კონსოლი, რაც საქმე მიიყვანა საბოლოოდ PlayStation Super Slim-ის გამოშვებამდე. Super იაფი, ერთი შეხედვით გადაღეჭილი პლასმასისგან დამზადებული, მაგრამ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მასიური მომხმარებლისთვის, დამუშავებული ტექ პროცესით და გაგრილებით. სწორედ მესამე დიზაინის შეცვლისას მან მიიღო სახელი საბურე. უნდა აღინიშნოს, რომ PlayStation 3-ის სიცოცხლის ბოლო წლებში Sony შიგა სტუდიებმა შეძლეს სელის მორჯულება და შედეგად მივიღეთ გრაფიკული თვალსაზრისით შესანიშნავი თამაშები: Last of Us 1, God of War 3, Uncharted 3, Metal Gear Solid 5, Killzone 2, Final Fantasy 13 და მრავალი სხვა. მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს დასაწყისში კი ყოველნაბიჯი პრობლემები ელოდათ. ისინი ჯერ კიდევ წარმოების ეტაპზე დაიწყო, როდესაც ქეშის პრობლემის დამარცხება ვერ ხერხდებოდა. ამას დაემატა IBM-ის ღალატი და სელის პროცესორის საწარმო დეტალების მიყიდვა Microsoft-ისთვის, რის გამოც PlayStation 3-ში და Xbox 360-ში ტექნიკურად ერთი და იგივე ჩიპი idო, მცირე სახეცვლილებით, მეტი სტაბილურობისთვის, რაშიც Intel-ი დაეხმარა Microsoft-ს. გაუგებარი საეკლამო კომპანია თოჯინებით. მაგრამ მთავარი პრობლემა იყო კონსოლის გადახურება და საბოლოოდ სიკვდილის ყვითელი შუქი, რაც ნიშნავდა, რომ თქვენი კონსოლი გადაიწვა. თუმცა იმავე პრობლემას კონკურენტებისთვის გვერდი არაულია და მეც გეტყვით, მათთან ის უფრო მწვავედ იდგა. 2005 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, ამერიკის მაღაზიებში გამოდის Microsoft-ის ყველაზე პოპულარული და ინოვაციური კონსოლი Xbox 360. ის დიდი პოპეზურებით წარადგინეს, თუმცა სცენაზე მყოფი ეგზემპლარი ცარიელი პლასმასი იყო და შიგ თავსი არ ჰქონდა. რადგან ჯერ დიზაინი დაამტკიცეს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ფიქრი შიგ თავზე, რაც ძალიან მალე ფინანსურ კატასტროფაში გადაიზრდება. Xbox-ი იწვოდა და იწვოდა მასიურად. Microsoft-ი, რა თქმა უნდა, ცვლიდა საგარანტიო შემთხვევებს, მაგრამ შეცვლილი Xbox-ებიც იწვოდა და იწვოდა მასიურად. პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ახალი რევიზიების გამოშვებით ისიც სანახევროდ მოგვარდა, სადაც გაგრილების სისტემა უკვე დამუშავებული იყო. Xbox-ის ინოვაციურობა გამოიხატება არა ტექნიკურ შესაძლებლობებში, არამედ სერვისებში, რომელმაც მის დროს გაუსწრო. მაშინ, როდესაც კონკურენტები ჯერ კიდევ ტრადიციულ გზას მიჰყვებოდნენ, მწვანეთა ბანაკში რევოლუციური იდეები და სერვისები მომხმარებელთა გულებს და ჯიბეებს უკვე იპყრობდა ინოვაციურობით და ხელმისაწვდომობით. ამის magnum opus-ი იყო Xbox Live Arcade, სერვისი, რომელიც გაძლევდა ინტერნეტთან წვდომას და რაც მთავარია, არკადული თამაშების გადმოწერის საშუალებას. Xbox Live-ი პირველ Xbox-იც იყო. 2003-ში Live-ის ოპერატიულმა დირექტორმა გრეგ კანესამ ხელმძღვანელობა შესთავაზა Apple-ის iTunes-ის მაგვარი სერვისი შექმნა. ოღონდ მუსიკისგან განსხვავებით ისინი არკადულ თამაშებს გაყიდნენ. იდეა ყველას მოეწონა და რეალიზაციის უფლებაც მისცეს. ამ სერვისის ფარგლებში მოთამაშეებს შეეძლოთ ეყიდათ არკადული კლასიკა, არკადული გიგანტებისგან, როგორიცაა Atari, Namco და Tecmo. ძირითადად ეს იყო მაშინდელი საოფისო ტაიმკილერები, როგორიცაა Zuma და მსგავსი თამაშები. რატომ ასეთი ტიპის თამაშები და არა უფრო მძიმე და რთული? 2004 წლის ინტერნეტია საუბარი. მძიმე თამაშების გადმოწერა საკმაოდ რთული იქნებოდა. აი 40-50 მეგაბაიტის თამაშები უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგალითად Zuma, Tetris და სხვა ტაიმკილერები. და ეს 2004 წელს. მიღდა 2004 წელს ჩვენ ჩამავალ თვითვრინავს უყიროდით მიშა და ტიპები საბანკო ბარათით იხდიდნენ თან ონლაინ. გაჩნდა სერვისი Live Arcade Wednesdays.
იმავე გრეგ კანესას მოწოდებით, Live Arcade გადავიდა Xbox 360-ში, სადაც უკვე შეზღუდვა თამაშების ზომაზე გადმოწერისას ინტერნეტის განვითარების გამო არ იყო, რამაც სერვისში უფრო მძიმე და სერიოზული თამაშების გაჩენა შეუწყო ხელი. გაჩნდა Live Arcade Wednesdays, რომელიც გულისხმობდა, რომ ყოველ 4 შაბათს სერვისის გამომწერები ახალ თამაშებს მიიღებდნენ. გადახდა Microsoft Point-ების საშუალებით შეიძლებოდა, რომლის შესაძენად gift card-ები გჭირდებოდა. მათი გამოყენება ასევე Microsoft-ის სხვა ონლაინ მაღაზიებში შეგეძლოთ. მაგალითად, Player Zoom-ში ეს iPod-ის ანალოგი იყო. Zoom-ერებს მიმართავ, თუ იცით რა არის iPod-ი, დაალაიქეთ. საერთო ჯამში ამ სერვისში 700 თამაში გამოვიდა და მოთამაშეებს ჟანრების ფართო არჩევანს აძლევდა. რა თქმა უნდა, ისინი ჩამოუვარდებოდა ეგრეთ წოდებულ AAA თამაშებს და გამიზნული იყო უფრო სხვა, უფრო მასობრივი აუდიტორიისთვის, მაგრამ მაინც სასიამოვნო თანდაყოლილი ფუნქცია იყო Xbox-ის მომხმარებლისთვის. კონკურენტებს ესეც კი არ ჰქონდათ. ახლა კი ის დროა, როდესაც კიდევ ერთ მოთამაშეზე უნდა ვისაუბროთ. Nintendo Wii. Nintendo Wii-ს გავლენა ინდუსტრიაზე იმაზე დიდია, ვიდრე თქვენ გონიათ, აუცილებლად ჩავწერთ ვიდეოს ამ კონსოლზე, მაგრამ დღეს მოდით თემას დაუბრუნდეთ. Nintendo Wii გაყიდვებით უსწრებს ორივე კონკურენტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რთულია ის მოათავსო მეშვიდე თაობის კონსოლების გვერდით, რადგან მისი ტექნიკური ჩამორჩენილობა აშკარა იყო უკვე პირველი დღიდან, რიგი თამაშების არარსებობით ან მათი გრაფიკულად და ტექნიკურად გამარტივებული ვერსიებით. Nintendo Wii-ს და მისი motion კონტროლერების წარმატებამ უბიძგა ორივე კომპანიას ანალოგების შეექმნა. PlayStation-მა ტრადიციული გზით წავიდა მისი motion move-ებით. Xbox-მა კი ისურვა იყოს ორიგინალური და შექმნა Kinect-ი. აგიხსნით განსხვავებას. PlayStation-ის შემთხვევაში ეს იყო ორი კონტროლერი გიროსკოპით და მნათობი ტივტივათი თავზე და კამერა, რა თქმა უნდა, რომლის სენსორებიც აღიქვამდა მათგან მომავალ შუქს და ხვდებოდა რა დისტანციაზე და პოზიციაში იმყოფებოდით მასთან მიმართებაში. პრინციპი მარტივია და კარგად გამოცდილი. ის გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ საერთო ჯამში სტაბილურად მუშაობდა. მისთვის გამოვიდა რიგი თამაშები: Sport Champions, Dead Space Extension, Just Dance 3 და ჩემი ფავორიტი, The Sorcery. აი Xbox-ის მიდგომა უფრო საინტერესო იყო. დაივიწყეთ ეს მოძველებული კონტროლერები, თქვენი სხეულია, თქვენი კონტროლერი. My body, my controller. Kinect-ის პრეზენტაცია ეს ცალკე თემაა და იმსახურებს ცალკე ვიდეოს, დაწყებული აი ამ ბავშვის სცენაზე. და დამთავრებული პიტერ მულინიოს ზღაპრებით მისი სტუდიის მიერ შექმნილ თამაში Milo. ეს ინტერაქტიული თამაში იყო, სადაც თქვენ ურთიერთქმედება შეგეძლოთ პატარა ბიჭთან, რომის პაპი შემოვიდა ჩაჩი. უნდა გესაუბრათ მასთან, გეთამაშოთ, ხოლო მისი ხასიათი და პასუხები დამოკიდებული იყო თქვენს მასთან ურთიერთქმედებაზე. ეს აშკარად ზღაპარი იყო. დღესაც ჩვენი თანამედროვე ნეიროქსელებითაც საკმაოდ რთული იქნებოდა ამის რეალიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ნეიროქსელებს და ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება უზარმაზარი სერვერები და ჩვენ საუბარი გვაქვს Xbox 360-ზე, რომლის ოპერატიული მეხსიერება მეგაბაიტებით აითვლებოდა, მეგაბაიტებით. მაგრამ პიტერ მულინიომ იმდენად ლამაზად და საინტერესოდ აღწერა ეს თამაში, რომ დღესაც კი სიამოვნებით ვითამაშებდი. ძალიან პერსპექტიული იყო, ძალიან საინტერესო ჩანაფიქრია, მაგრამ რეალიზაცია შეუძლებელი იყო, სამწუხაროდ. Xbox-ის თავაზობდა მოთამაშეებს საინტერესო, მაგრამ ჩემი აზრით ნაკლებად პრაქტიკულ თამაშის მეთოდს. სწორედ გამიგეთ. იყო თამაშები, რომლებიც Kinect-ის სრულ პოტენციალს იყენებდა, მაგალითად სერია Just Dance, სადაც თქვენ უნდა გაგემეორებინათ მოცეკვავე ადამიანის მოძრაობები და რაც უფრო სუსტად აკეთებდით ამას, მით უფრო მეტქულას აგროვებდით. კონკურენტებთან კი მხოლოდ ორი კონტროლერის პოზიცია აღიქმებოდა, მაგრამ ასეთი თამაში 2-3 თუ აგროვდებოდა. სხვა შემთხვევაში, უფრო კომპლექსური ურთიერთქმედების მომთხოვნ თამაშებში თქვენი მოძრაობები ხშირად არასწორად აღიქმებოდა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო. სიამოვნება თამაშისგან ეს არ არის მხოლოდ ეკრანზე მიმდინარე პროცესზე ყურება. ეს ტაქტილური შეგრძნებებიცაა, კონტროლერისგან მისი ფორმა, ზომა, წონა, ღილაკების დაწოლა. ეს ერთგვარი მედიუმია, გამტარი, დამაკავშირებელი ინსტრუმენტი თქვენსა და თამაშს შორის და მისი არარსებობა, ცარიელი ხელების ქნევა ნაკლებად სასიამოვნოა. ეს ჩემი პირადი შეგრძნებებით, რა თქმა უნდა. ჩემთვის თამაში, კონსოლი და კონტროლერი ერთი კომპლექტია და რომელიმეს მოცილება უკვე დისკომფორტს იწვევს. Xbox 360-ის მთავარი ღირსება, რა თქმა უნდა, მისი სერვისებია, მაგრამ ამასთან ერთად ამ კონსოლზე გამოვიდა შესანიშნავი თამაშები. როგორიცაა Halo Reach, Halo 3, Forza Motorsport, Fable 2, Gears of War 2 და მრავალი სხვა.
კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ მოდით ეს დავტოვოთ შემდეგი ვიდეო რგოლებისთვის. ახლა კი შევაჯამოთ ყველაფერი ზემოთქმული. ორივე კონსოლს დასაწყისში ჰქონდა პრობლემები. გადახურება, რთული არქიტექტურა, არასწორი მარკეტინგი და აშკარად ტყუილები პრეზენტაციაზე, მაგრამ მათ შეძლეს და შექმნეს კონსოლების ომების ეპოქა. მათ შექმნეს მეშვიდე თაობის კონსოლების ფენომენი. ორი გულანთებული მოთამაშეებით სავსე ბანაკი, რომლებსაც გულწრფელად უყვარდა მათი თავგადასავლებით სავსე ყუთები. ეს არის ზოგისთვის ბავშვობა, ბავშვობის წლები, ზოგისთვის კი უბრალოდ სასიამოვნო მოგონება. ზოგისთვის კი რეალობა, რომელიც თითქოს და დღესაც გრძელდება. სპოილერი არა, ეს ეპოქა დასრულდა. ახლა კი ვუპასუხოთ დასაწყისში დასმულ კითხვას. ვინ გაიმარჯვა კონსოლურ ომებში? გააჩნია თქვენ რას დაარქმევთ გამარჯვებას და რა იქნება გამარჯვების კრიტერიუმი? გაყიდული ერთეულების ოდენობა? გილოცავთ გაიმარჯვა Nintendo Wii? სერვისების რაოდენობა? გილოცავთ გაიმარჯვა Xbox-მა? ექსკლუზივების ხარისხი და რაოდენობა? სუბიექტური მომენტია. ჩემთვის Sony, ზოგისთვის ისევ Xbox-ი იქნება. საღი კონკურენცია, აი რა გვჭირდება. როდესაც ორი მეგაკორპორაცია ერთმანეთის ყელშია ჩაჭიდებული, იგებს მომხმარებელი, მე და თქვენ. ასე რომ გამარჯვებული არ გვჭირდება. გვჭირდება კონკურენცია. ეს იყო რეტრო დილეტანტის არხი, რუბრიკით ტექნოსტალგია. მადლობა, ნანახვამდის.